დასუფთავებისა და კეთილმოწყობის ჭიათურის სერვის ცენტრმა Ford Carbos ფირმის ახალი ნაგავმზიდი 31 დეკემბერს მიიღო. 13 მეტრ კუბის ტევადობის სპეცმანქანა ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ Urban Motorsმა 130.000 ლარად შეიძინა. ახალი სპეცმანქანით ქალაქის დასუფთავება უკვე დაიწყო. წლის ზაფხულზე შეგვიქმნა პრობლემა, როდესაც გაგვიფუშტა ნაგავმზიდი ავტომობილი და ფაქტიურად მართლაც შეიძლება იქნას ქალაქში იქნა ანტისანიტარია წყალტუბოდან ჩამოუყვანე იმისათვის, რომ მართლა ქალაქი ნაგავში არ ყოფილიყო მთლიანად. ამას დიდი მდატვირთვა ექნება და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ახლა ამ ქალაქისთვის, ვინაიდან უკვე ფაქტიურად იმის საშიშროება აღარ არსებობს, რომ კიდევ ანტისანიტარიის ბუდე გაკეთება. ჩვენ ვაპირებთ კიდევ თვითონ დასუფთავების კუთხით ნაგვის ურნებით და ამატებით შემოვიტანოთ ასევე როგორც ინფორმაცია მაქვს რეგიონალური განვითარების სამინისტრო კონსოლიდირებულ ტენდერს ატარებს 2015 წლის განმავლობაში და რეგიონებს კიდევ დამატებით ერთი სახანძრო და ერთი ნაგავმზიდი მანქანა გადაეცემა და შესაბამისობაში ეს სფერო იქნება მოგვარებული რომ იმისათვის რომ ქალაქი იყოს დასუფთავებული და იყოს ნორმალური მდგომარეობა. ეს ძველი მანქანა ყავდა 2 წელიწადნახევარი. ის როცა შეიძინა მუნიციპალიტეტმა მეორადი იყო უკვე მაშინაც და ამიტომ აუცილებლობა იყო იმის ამორტიზირებული იყო უკვე ის მანქანა. აუცილებლობა წარმოადგენდა ახალი მანქანის შეძენა. აი ეს ჩემს უკან რაც დგას Ford Cargo არის ახალი, გაუნჯობესებულია. ესე იგი არის მაღალი გამავლობის თვითონ მექანიზმი გაუნჯობესებული აქვს. გაუნჯობესება იმაში გამოიხატება, რომ ამ მანქანას აქვს დამცლელი და თვითონ მექანიზმი, ანუ როგორც ავტომატური, ისე მექანიკური. წინაც ამის წინას, რომელიც ყავს, იმას აქვს მარტო ავტომატური. ამჟამად ახლა ესე იგი 2 ყავს ეს სპეციალური ნაგავმზიდი და თვითმცლელები ყავს 3 კიდე. სულ 5 ერთეული მანქანა ყავს დასუფთავების სამსახურს. სასურველი იქნება 1 ერთეულის კიდე დამატება. უფრო მცირე ზომის, რომ პერიფერიებში და უფრო გარეუბნებში რომ მოახერხოს შესვლა და ამას უჭირს, რადგან თავის გაბარიტებიდან გამომდინარე დიდია, უჭირს შესვლა პერიფერიებში და ამის გამო ჭირდება ერთი პატარა კიდე.